ერთი დიდი შენობა იქნება ორი შესასვლელით. ეს რა არის? ეს პოლიკლინიკის შესასვლელია. მთავარი შესასვლელი აქ იქნება. ახმედ ევლიაოღლუს სახელობის ამბულატორია. ამ ტრაფარეთს აქ დავკიდებთ? დიახ. იმედია მალე დაიწყება მშენებლობა. იმდენი საქმე გვაქვს და ახლა ესეც დაგვემატა. ძალიან მამაზი გამოვა. თუ თქვენს მოგწონთ, მაშინ პროექტის დასრულების მერე კონსტრუქციაზე მუშაობას დავიწყებ. ძალიან ყოჩაღი ხარ შვილო, ძალიან. ამდენი საქმე გვაქვს და ყველაფერს ასწრებ. ოჯახ შახრაზად. ამდენი საქმე გაქვს და კიდევ ამისთვის იცლი. ეს ამბულატორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფიუსონ. სულ არ ვიღლები. არა, საქორწინო სამზადისი დიდ დროს მოითხოვს და ამიტომ ვთქვი. სახლიც გიყიდიათ, გაზეთში წავიკითხე. მილოცავ. თუ სახლი შეიძლება ეწოდოს, ნამდვილი სასახლეა. სიხარულსა და ბედნიერებაში მოიხმარეთ. დიდი არაფერია, ფიუსონ, ჩვეულებრივი სახლია. ალბათ ჟურნალისტები ვიჩენს ყველაფრის გაზვიადება გიყვარს. რას ვაზვიადებ? ფოტო იყო გამოქვეყნებული. საკმაოდ ძვირით გადაგიხდიათ. რა საჭიროა ახლა ამაზე ლაპარაკი, ფიუსონ? ისეთი რა ვთქვი, დედა? ეს ყველაფერი გაზეთში წავიკითხე, ამიტომ ვთქვი. რას მოусმენ? არა აქვს მნიშვნელობა. თქვენ რას გინდათ? კარგი, მაგრამ მითხარი როგორი მუსიკა გიყვარს. მართლა არა აქვს მნიშვნელობა. კარგი. მაშინ აჯობებს სიჩუმე იყოს. მეც ესე მგონია. ხშია? არა, არ მშია. მე ძალიან მშია. შემეძლო ტაქსი წავსულიყავი, ჩემ გამო დრო დაკარგეთ. აქ ჩამავალ. ახალი იტალიური რესტორანი გაიხსნა, ბოტიჩელი. ყოფილხარ? ძალიან გემრიელი რავიოლი აქვთ. წავიდეთ. მადლობთ, მაგრამ რავიოლი გიყვარს? ბატონო ზაფერ. იღვინოც იტალიიდან ჩამოაქვთ სიცილიიდან. ახალია, ცხრიალა, წითელი. ჩინებული ღვინოა. დარწმუნებული ვარ, მოგეწონება. 10 წუთში გიქნებით. არ გინდათ, ბატონო ზაფერ. არ გინდათ, გთხოვთ. ასეთი ურთიერთობა არ მინდა. ესე იგი შენ ხდები. ხვდები და ძალიან მეშინია. გეშინია? რატომ? წინააღმდეგობას ვერ გაგიწევთ. შენ გონია მე მეშინია? მეც მეშინია მელეხ. მაგრამ თუ არ გნახავ. სახლში წადით, ბატონო ზაფერ. გთხოვთ, წადით. ეს საუკეთესო გამოსავალია. მართალი ხარ. საუკეთესო გამოსავალია. ღამემშვიდობისა. შენი მშობლები სტამბოლში გადმოსვლაზე არ ფიქრობენ? ჯერჯერობით არა. კვიპროსზე თავს კარგად გრძნობენ. სტამბოლში რომ ჩამოვლენ, სიამოვნებით ვუმასპინძლებ. ძალიან გაუხარდებათ. ჩვენც არ აქერემ? რა თქმა უნდა. ბურაკისგან რა ისმის დედა? დარეკა? ო, კარგად არის. გუშინ საღამოს ველაპარაკე. ის ხომ ბურაკია? ცოტა უცნაურია. ძალიან გამიხარდება თუ შენები სტამბოლში ჩამოვლენ. როცა დარეკავენ გადაეცი რომ ველოდები, კარგი? რა თქმა უნდა, სიამოვნებით. ბურაკი ზაფხულის არტადეგებზე ჩამოვა, რამე საპირებს. არ ვიცი, ქერემ. თუ ასე გაინტერესებს შენს ძმას დაურეკე და კითხე. მართალი ხარ. ბურაკს ისევ მე უნდა დაურეკო. ქერემ, ახლა სხვა თემაზე ვსაუბრობთ. უკაცრავად. ბენუს მშობლებს როდის გავიცნობ, აი ეს არის ჩვენი საუბრის თემა. კიდევ რამე სინებებთ? არა, გმადლობთ. კარგი. წავიდეთ. ბავშვებო, ფრთხილად.
დედა ნახე, ველოსიპედს ვატარებ. შესანიშნავად ატარებ, ჩემო ბიჭუნა. ბევრ ველოსიპედს გიყიდი, ბევრ მანქანას, შენც და შენს დაიკოებსაც. მისაღებში ველოსიპედით საერთნობა ვის გაუგია? ძილით როა. გოგოებო მოემზადეთ. დროზე. დედა გთხოვ. კარგად ერთობიან, თავი დაანებე ბავშვებს, მოგვიანებით დაიძინებენ. არ შეიძლება დედა? ხვალ სკოლაში მიდიან. ბავშვები ამ დროს უნდა წვებოდნენ. წამოდით. კან, წამოდი შვილო. ჩვენი წასვლის დრო. დედა კარგი რა. წამოდი. შაჰრაზად, ცოტა ხანს კიდევ დარჩი. გამომშვიდობისა, კან. ისევ გალოდებით. ღამემშვიდობისა შაჰრაზად, მაპატია ბავშვების თავი აღარ მაქვს. გამომშვიდობისა. წავალ მეც ვიმეც ადინებ. გამემშვიდობისა და შაჰრაზად. გამომშვიდობისა. მაპატია შაჰრაზად. ფიოსონი ბოლო დროს ძალიან განერვეულებულია. რატო? მოხდა რამე? უთხარი, ქალბატონო დიდე, უთხარი. შაჰრაზადი ხომ უცხო არ არის? ჩვენიანია. ალი კემალი. ისევ იმ ქალთან არის. როგორც მივხვდი, სახლიდან წავიდა. ძალიან სამწუხაროა, მეწყინა. ნუ დარდობ შაჰრაზად. რაც დავთესეთ, იმას ვიმკით. გმადლობ. მამა რატომ გიბარებს, არაფერი არ უთქვამს? ვიცი რატომაც მიბარებ ჟანსელ. ალბათ მთხოვს რომ მანქანა დაუბრუნო. სხვა რა დარჩენია. შენ ამაზე არ იდარდო ჟანსელ. არ წავალ და მორჩა. არ წახვალ? არ ვაპირებ ერთი და იგივე ვისმინო. წადი ალი კემალ. დაუბრუნე მანქანა. რადგან თავიდან ვიწყებ ცხოვრებას, არ მინდა ვინმესთან ვალში ვიყოთ. რაც უნდა მიეცი. ჟანსელ. ადვოკატს დავურეკავ, სახლსაც დავუბრუნებ. არ მინდა მერე სანანებელი გაგვიხდეს. ეს საუკეთესო გამოსავალია. სახლის და მანქანას დაუბრუნე. სუფთა ფურცლიდან დავიწყო ცხოვრება. ხოლოდ მე და შენ. საოცარი ადამიანი ხარ ჟანსელ. საოცარი. გამარჯობა ალკემალ. რამდენი ხანი არ ვინახე ხარ? რაღაც მოწერეთ ხელი ბატონო ბურხან. აიღე მამა. ეს რა არის? მანქანის გასაღები. ამის გამო არ დამიბარე. დაჯექი ალი კემალ. მამა. ის ქალი ორსულად ყოფილა. საიდან იცი? თანაც 3 თვის. ვიფიქრე, გრძნობებს აყვა, გულს მოიხებს და დაბრუნდება მეთქი, მაგრამ შევწდი. რას ფიქრობ, შვილო? ფიოსონს რა ეშველება, ან გოგონებს? განქორწინებაზე განცხადება შევიტანე მამა. რაც საჭიროა იმას გავაკეთებ. ფიქრობ თუ სახლიდან წახვალ ამით პრობლემას ეშველება? განქორწინდები და ყველაფერი მოგვარდება? ჩვენ როგორ მოვიქცეთ? ფიოსონი და გოგოები კაისერიში გავაგზავნოთ? თუ შენ იმ ქალთან იცხოვრებ, ფიოსონმა ჩვენ სახლში უნდა იცხოვროს? მიპასუხე ალი კემალ. სადამდე მიგვიყვანს ეს ამბავი? არ ვიცი მამა. ახლა მხოლოდ გოგონებზე ვფიქრობ. ხვდები რომ სხვა არაფერზე ფიქრობ. ან რაზე უნდა ფიქრობდეს კაცი, რომელმაც უმიზეზოდ დაანგრია ოჯახი? ოჯახი? ყველა თქვენნაირი ბედნიერი არ არის მამა. მე ბედნიერი არ ყოფილ ვარ ქორწინებაში, ხომ იცი? გადაწყვეტილება მივიღე.
და როგორ უნდა იცხოვროთ? ჩემს სიგნალს დაელოდები? შენგან არაფერი არ მინდა, მამა. თუ საჭირო გახდება, მუშად ვიმუშავებ. სიღარიბეში სიკვდილი მირჩევნია. განჯვაში ცხოვრებას. მეც მინდა რომ ვინმეს უყვარდა. მეც მინდა რომ ბედნიერი ოჯახი მყავდეს. მართლა 1000 სტუმარს ეპატიჟები ქორწილში? ხო, 750 ისედაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული. შენი სია მიეძი ქალბატონ ნურჰაიეთს. მე მხოლოდ 50 ადამიანი მყავს. მშობლები გარდაცვლილები არიან. სიას რო ვადგენდი თავი ობლად ვიგრძენი. ეს მეორე და ვერ გამაგონო საყვარელო, კარგი? დეიდა როდის ჩამოვა? აჯობებს ქორწილამდე ჩამოვიდეს. არ მგონია დეიდამ ჩამოსვლა შეძლოს. საწოლიდან ვერ დგება. ძალიან მსხვერ. როცა დავქორწინდები, დეიდა სტამბოლში ჩამოიყვანე. სტამბოლში? ხო, დიდი სახლი გვაქვს. ჩვენთან ერთად იცხოვრებს. მომრულსაც ავუყვანთ. ღმერთო. ძალიან იღბლიანი ვარ. შენ ხარ იღბლიანი თუ მე? მუშაობის დროა. ქორწილის სამზადისის გამო საქმე გადაგვავიწყდა. სიზარმაცის დრო არ არის, ვიმუშაოთ. ბატონ ბურჰანს ქორწილში ეპატიჟები? არ ვიცი, ჯერ ვერ გადავწყვიტე. შენი აზრით უნდა დავპატიჟო? როგორ გითხრა? წესით არ უნდა დაპატიჟე, მაგრამ შენ მიმართ შეიცვალნენ. მშობლები ვიწრუნავენ შენზე. ხო. ბატონი ბურჰანი ქანს ძალიან შეეჩვია. ხო, ვიცი. თავის აქციელს ნანობს. ეტყობა რომ ნანობს. არ ვიცი როგორ მოვიქცე. მგონი უნდა დაპატიჟო. მართლა? ხო. ბატონი ბურჰანის დამსახურებაა რომ შემიყვარდი შაჰრაზად. როგორ? თავის დროზე ბატონი ბურჰანი ქაანისთვის დახმარებაზე რომ დაგდახდებოდა, ჩვენი სიყვარული არ დაიბადებოდა. ონორ გთხოვის ღამე. ჩვენი სიყვარული იმ ღამეს დაიბადა. იმ ღამემ, რომელიც შენ არ გინდა რომ გაიხსენო, მე კი ამის გამო საკუთარი თავი მძულს, ორივეს დიდი სიყვარული გვაჩუქა. ჩვენი სიყვარული სწორედ იმ ღამეს დაიბადა. ფერიდე, შეხედე რა ლამაზი საბავშვო ოთახია. რა ქვია ამ ჟურნალს? შაჰრაზადსაც ვუთხრათ, რომ ქაანის ოთახი ასე გააკეთოს. შეხედე. ეს ბავშვი ასე ძალიან რატომ გადარდებს? რა შენი საქმეა მისი ოთახი როგორი იქნება? რატომ არ უნდა მადარდებდეს? ის ხომ შაჰრაზადის შვილია. დიახ, მისი შვილია და არა უნურის. ფერიდე. ის მხოლოდ შაჰრაზადის შვილი არ არის. ქაანი ონურის შვილიცაა, ზედმეტი მოგდის ბეთულ. იმ საქმეში ნუ ერევი, რაც შენ არ გეხება. ვერ გავიგე? მაპატიე. მაგრამ ეს ქორწინება შენ დააჩქარე. რომ არ ჩამოსულიყავი, იქნება ონურს დაქორწინება გადაეფიქრებინა. რა? საკუთარ თავზე ამ ხელა პასუხისმგებლობა არ უნდა აგეხო. ნაზიხე, ჩემი ჩემოდანი ჩაალაგე, გთხოვ, მივდივარ. რატომ უნდა ჩაალაგოს, სად მიდიხარ? შემეშვით ღმერთი გწამს, სისულელეს ნოაკეთებ. ფერიდე, გთხოვ, ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ მინდა. აკოსტიკისთვის ახალი მასალები გამოუშვიათ, ესეც ვნახოთ. კარგი ვნახოთ. ქალბატონ მიჰრიბანს ელაპარაკე მუშაობას იწყებს ჩვენთან. არა, არ მილაპარაკია. რატომ? მართლა გინდა რომ მუშაობა დაიწყოს? აბა რა? არ ვაპირებ რომ მიჰრიბანი შენი ხათრით ავიყვანოს სამსახურში. მართლა გჭირდება რუსული ენის მცოდნე თარჯიმანი. ეს ხალხი ინგლისურად წესიერად ვერ ლაპარაკობს. შენ არაფერ შუაში ხარ, მიჰრიბანთან მუშაობა მე მინდა. გისმენდა იდა.
ჩემო საყვარელო, შენი დიშვილი მოგენატრა? როგორ ხარ შვილო? ცუდი ხმა გაქვს დეიდა, რამე მოხდა? არა, არაფერი არ მომხდარა. არა, რაღაც მოხდა. რა მოხდა? ბოდრომში ვბრუნდები. სამწუხაროდ შენს ქორწილს ვერ დავესწრები. შენ და დედა მისე ვიჩხობეთ? არ გვიჩხუბია. ამჯერად გული მატკინა ონურ. ძალიან მატკინა. ცოტ ხარ დეიდა. ტაქსიში ვზივარ, აეროპორტში მივდივარ. დეიდა, ძალიან გთხოვ, ჩემ სახლში წადი. შვილო ასეთ რამეს ნუმთხოვ. ბილეთი უკვე ვიყიდე და მივდივარ. დაივიწყე ეგ ბილეთი. შენ გარეშე როგორ უნდა დავქორწინდე? აჯობებს თუ შენს ქორწილში არ ვიქნები. დეიდა, ჩემ სახლში წადი. ახლავე დავურეკავ ფირდებს და დაგხვდება. საკუთარი შვილივით მიყვარხარ ონურ. ჩემ შვილებზე მეტადაც კი. მაგრამ დედა შენი. დეიდა, გთხოვ. ხო, მაგრამ დეიდა, იცოდე ძალიან მეწყინება. კარგი შვილო. კარგი დროებით. ბატონო, უკაცრავად უკან დავბრუნდეთ. აეროპორტში აღარ მივდივარ. რა მოხდა? დედამ და დეიდა მიჩხუბეს. რატომ? დედა თავისას არ იშლის, როგორც ყოველთვის. ჩხუბის მიზეზი მე ვარ ონურ. სიმართლე მითხარე. არ ვიცი, მართლა არ მეკითხავს. თუმცა ერთ რამეში შეგიძლია დარწმუნებული იყო. დედას ჩხუბისთვის მიზეზი არ ჭირდება. რა მოხდა? თავს ცუდად უგრძნობ, რადგან შენმა დედამ და დეიდამ ჩემ გამოიჩხუბეს. შენ კი მიმალავ. არ გიმალავ. მე არაფერს არ გიმალავ და არც დაგიმალავ. თუ ისე მოხდება, რომ იძულებული გავხდები დედა შენ გამოვეჩხუბო, აუცილებლად გეტყვი. კარგი? უკაცრავად. კალე ყომარჩა გიშალეთ. შემოდი. საღამოს სოღლებაზე მივდივართ. ამის საკითხავად მოვედი. ხო? ბენუს ველაპარაკე. ჩემი კატერით ხომ არ წავსულიყავით? კარგი აზრია, მაგრამ მე თათფირი მაქვს. არა უშავს. ბენუ მშენებლობაზე მიდის. იქიდან 5 საათზე პორტში მოვა. არ ვიცი, რამდენად მოვასწრებ. თქვენ წადით. მე მერე შემოგირთებით. უკვე მაგვიანდება, უნდა გავიდე. საინტერესოა სად არის? რას ეძებ? ინჟინერებისა და არქიტექტორების გაერთიანების ბიულეტენს. აქ ხომ არ დამრჩა? დღეს ბატონ ზაფერთა შეხვედრა არ უნდა ქონოდა? ხო, უნდა მქონოდა. გადაიდო? არა? რატომ არ წახვედი? ერქანი გავგზავნე. ასეთ მნიშვნელოვან თათბირზე ერქანი გაგზავნე? ხო? მერტო ჩემო, რატომ? სასlo არ მინდოდა. რატომ? არ მინდოდა და მორჩა. რა ხდება მელეკ? რას ნიშნავს სასlo არ გინდოდა? აჯობებს თუ ბატონ ზაფერ საერთოდ აღარ შევხვდები. მიზეზი? იმიტომ. დეიდა, საყვარელო. ეს შენი და დედას არც პირველი და არც უკანასკნელი გინგლაობაა. ისე იქცევი, თითქოს არც იცნობდე. მისგან ასეთი სიტყვები ჯერ არ მომისმენია ონურ. ჯობდა სახლიდან გავეგდე. მითხრა შენ რომ არ ჩამოსულიყავი იქნებ ონური შაჰრაზადზე არ დაქორწინებულიყო. დედა ვერაფრით ვერ შეეგუა შაჰრაზადს. შენ ამაზე არ იდარდო შვილო. ის ვერავის ვერ შეეგუება. ხომ იცი არა? ვიცი. კარგი, ნუ აღარ ვილაპარაკებ დედაზე. ქორწილამდე ჩემი სტუმარი ხარ, გაითვალისწინე. ვერ დარჩები. ხვალ ბოდრომში დავბრუნდები. დეიდა. წავალ. არ მინდა თუ ერთად დაგაწვე შვილო. დეიდა, რაღაც მინდა კითხო. ნეჯასტის ქორწილში ძალიან დაიღალი არა? რატომ უნდა დავღლილიყავი? იმიტომ რომ საერთოდ არ დაგზარხარ. ყველა სტუმართან მიდიოდი. ასეთი წესია შვილო. დედა მხოლოდ პრობლემებს მიქმნის. მე კი მინდა რომ ჩემთვის მნიშვნელოვან დღეს გვერდით ისეთი ადამიანი მიყავდეს, რომელიც ჩემს ბედნიერებას გაიზიარებს. და ეს შენ ხარ. გესმის? კარგი. ჩემო საყვარელო. ყავა მოგიდუღით ბატონო ონურ. არ დავლებ ფირდებს, უნდა გავიდე. თქვენ დალიეთ. დეიდას ოთახი მომზადე. ჩვენთან დარჩება. მართლა ჩვენთან დარჩებით? ხო. დიახ. ძალიან გამიხარდა, ძალიან. შეგერგოთ. გმადლობ.
გამარჯობა ბატონო ქერემ. გამარჯობა შაჰრაზად. ამოდი. ფრთხილად ამოდი. ფრთხილად. კარგი. რა ლამაზი აქაურობა. მადლობა. კეთილი იყო შენი ფეხი. ადრე ხომ არ მოვედი? არა. ბენუც სადაცაა მოვა. იალქნებს გაშლით? მინდოდა გამეშალა, მაგრამ შეიძლება დავაგვიანოთ, ამიტომ ძრავას ჩავთავ. დაბრუნებისას შეიძლება გავშალო. გისმენ ბენუ. საყვარელო. ბოდირს გიხდი ვაგვიანებ. რატომ? შენებლობაზე რამე პრობლემაა? არა. დიდი საცობია, ყველგან გადაკეტილია გზები. ღმერთო, ესე იგი ვერ მოგვისწრებ? ალბათ ვერა, თანაც სახლში უნდა შევიარო და გამოვიცვალო. თუ ამ საცობს თავს დავახწევ. თუ გინდა დაგელოდებით. არა, არ დამელოდოთ. ალბათ შვიდამდე ვერ მოვალ. თქვენ მაინც არ დააგვიანოთ. იქ როგორ მოხვალ? ალბათ გემით. მოგვიანებით შევხვდებით. კარგი. ბენუ ჩვენთან ერთად ვერ წამოვა. საცობშია, პირდაპირ წვეულებაზე მოვა. მართლა? მაშინ წავიდეთ. რა სიტყვი? კარგი. ბეთულის მადლობელი ვარ. ძალიან მეხმარება, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტ ადღელავს. არ არის საჭირო ამდენი ემოცია. შენ არ ღელავ? ზომიერების ფარგლებში. მაგრამ ბეთულივით არა. ან რა საჭიროა სევალ? სიმშვიდე გვმართებს. არ არის საჭირო ნერვიულობა. მე შენსავით არ ვფიქრობ. როგორ მინდა ქერემი მოვიდეს და მითხრას ბენუზე ვქორწინდებიო. მართლა? იმედია ეს მალე მოხდება. ღმერთ მაგნას. გინდა შტურვალთან დადგე. მართლა შევძლებ? რა თქმა უნდა შეძლებ. მოდი. იქ შუქურას ხომ ხედავ? ხო. გეზი მისკენ აიღე. შტურვალი კი არეგულირე. აი ასე. გასაგებია. ასე კარგია? ძალიან. ახლა მოვა. გმადლობთ. აი. მე ძალიან მომშივდა. გთხოვთ? როგორი იყო? შტურვალის მართვა რთული ყოფილა? ზღვა თუ მშვიდია, მართვას ყველა შეძლებს, არა? სულაც არა. მიირჩით ქალბატონო ბეთულ. გმადლობ ფირდევს. შენთვისაც მოგედუღებინა. დაჭიქი. კარგი. ძალიან ლამაზი სახლია, არა? ხო. ღმერთმა სულ ბედნიერები ამყოფოთ. ამინ, ამინ. ონური ძალიან გაბრაზდა ეს ამბავი რომ დაბეჭდეს. ძალიან. ასე როგორ შეიძლება ქალბატონო ბეთულ? რამათი საქმეა სახლი რამდენად იყიდა? გეთახმები. თან ქალბატონი შაჰრაზადის შვილი უხსენებიათ. მართალი ხარ. შაჰრაზადს რომ შვილი ყავს ხალხი ამის განსჯას თუ დაიწყებს, ფირდევსზე რაღა ვთქვა. ღმერთო, ღმერთო. ქორწილამდე ცოტა დარჩა, არა? ხო. ცოტა დრო დარჩა და ბევრი საქმეა. არ ვიცი თავს როგორ გავართმევთ. ყველაფერი კარგად იქნება. როგორ გადაწყვიტე რომ ონურთან ოჯახი შეგექმნა შაჰრაზად? კითხე და არაფერს ამბობს. როგორ მოახერხე მისი მოხიბლა? თქვენც ფიქრობთ რომ ამ სიყვარულს არ ვიმსახურებ ბატონო ქერემ? არა, არა. არასწორად გამიგე. ბოდის გიხდე. მაპატი. ვინ გაბედავს იმის თქმას რომ ამ სიყვარულს არ იმსახურებ? თუ ისევ იმ საგაზეთო სტატიაზე დარდობ, გთხოვ დაივიწყე. შენი წვედინება არ მინდოდა გესმის.
მე სხვა რამ მაინტერესებს. ონური ქალების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. როგორ მოახერხე მისი შეცვლა? სიყვარულმა შეცვალა. სიყვარულმა. დიდი უსამართლობა. სიყვარულის მემჯეროდა. მოგებული კი ონური დარჩა. ძალიან გაუმართლა რომ შენნაირი ქალი ხავს გვერდით. ძალიან. ბატონო ქერემ, თქვენც გაგიმართლათ რომ ბენ უყავთ გვერდით. მას ძალიან უყვარხართ. ვიცი. რა ხდება? ძრავა გაჩერდა. ასეთი სახით მომიყურებ. ისეთი არაფერი გამიკეთებია. ბეთულმა არასწორად გამიგო. ჩავიდა ბოდრუმში. დაგირეკა? რატომ არ ურეკავ და არ ეკითხები? ონურ, გამარჯობა. გამარჯობა დედასეულ, დაბრძანდით. ქერემი სად არის? კატერით აპირებდა წამოსვლას, წესით უკვე აქ უნდა იყვნენ. მავლენ საყვარელო არ დაიკარგებიან. აი, გამოჩნდნენ. გამარჯობა. ბენო, მარტო მოხვედი? ქერემი და შახრეზადი სად არიან? სამივე კატერით უნდა წამოსულიყავით, მაგრამ მე საცობის გამო ვერ მივუწარი და გემით წამოვედი. დაჭიქი. გმადლობ. რა ღირს? $500. ძალიან ძვირია. არა, პირიქით, ძალიან იაფია. არა, არ მინდა. კარგი, $400 იყოს. დაგიკლებთ. არა. იყიდეთ. არა. იყიდეთ არინანებთ, იყიდეთ კალბატონო. ძალიან იაფია. სონერ დამეხმარე. უთხარი რომ ნაჩუქარია. ნაჩუქარია დამიჯერე, ნაჩუქარია. ძალიან ნაჩუქარია. კარგი. კარგი. შესანიშნავი დღეა საყიდლებზე სიარულისთვის. ოჩახ კალბატონო. კმაყოფილი დარჩებით. 1 2 3 4 1 2 3 4 კარგი. გმადლობთ. არაფერს ნახვამდის. წავედით. ნახვამდის შეხვედრამდე. 200 სალაროში და 200 ჯიბეში, არა? მონი მოგეწონა და ეშხში შეხვედი. კარგი, ადრე დედა შენისთვის გჭირდებოდა ფული, მაგრამ ახლა რატომ თაღლითობ? მეგობარო, როცა შანსი გაქვს, უნდა გამოიყენო. ბატონი ბურჰანი თუ გაიგებს, ძალიან გაბრაზდება. მას ხომ არ ვაზარალებ. ბიზრე ბურჰანი თავისას იღებს. ტურისტებს ფულს ძალავ. კარგი, რატომ ძალავ, მეგობარო? პირიქით, კარგ საქონელს ვთავაზობ. კარგს. აბა ტყავის ქურთუკები. მობრძანდით. ძრავას თუ ვერ შევაკეთებ, აფრებს გავშლი. ადრე გისეირნე აფრებიანი გემით. არასდროს. დიდი დრო დაგჭირდება კუნძულამდე. ძრავის გარეშე სწრაფად ვერ მივალთ. შეჰრაზად, აპატეი რომ გაწყენინა. ოდიში. არ მწყენია. უბრალოდ გულზე მომხდა. ზოგიერთ ონურის ღირსად არ მივაჩნევარ იმის გამო, რომ შვილი მყავს. რა სისულელია. ძალიან ბედნიერები იქნებით, დამიჯერე. ერთი სული მაქვს, როდის დაქორწინდებით. ნეტავ მეც მალე შევძლო. ონურია? ონურ. ქერემ, სად ხართ? მოვდივართ. გზაში ვართ. Sesin çok kötü geliyor. ზუდად მესმის შენი ხმა. ხმა მაღლა ელაპარაკე. რა? ძრავა გაფუჭდა იელქნების გაშლას აპირებს. რა თქვი? რა საჭირო იყო ეს თავგადასავლები? თუ ერთად მაინც ვერ მოდიოდით? ნერვიულობთ, მალე ჩამოვლენ. მეწყინა რომ აგვიანებენ.
როგორც იქნა. საყვარელო, იმედია კარგად ხართ. რა თქმა უნდა, კარგად. მაშინ გამოიცვალეთ და წავიდეთ, უკვე გვიანია. იახტაზე გამოიცვლით? გამომართვე. რატო? შვილებს დაურეკე. ამ დროს ვერ დაურეკა. რატომ ვერ დაურეკავ? მამა შენმა გულისხმიერება გამოიჩინა შენ მიმართ. შეგიძლია ნებისმიერ დროს დაურეკო. მიდი დაურეკე. ფიუსუნმა რომ უპასუხოს ტელეფონს. თუ ის უპასუხებს, გათიშავ, მიდი. ალო? ბატონო ალიქემა. მამა. ერთი წუთით, გოგოებო ფრთხილად. ძალიან მომენატრე, მამა. დაუჯერებელია. როგორ ბედავს? თან საყვარლის თანდასწრებით ალბათ ჩუმად რეკავს. ჩუმად რატომ უნდა დარეკოს? ეს ხომ მისი სახლია. თუ მისი სახლია, თავად რატომ არ არის აქ დედა? რა თქმა უნდა. თქვენ ხომ უფლება მიეცით, რომ საყვარელთან ერთად იცხოვროს? ამიტომაც გაბედა დარეკვა. მალე საყვარელსაც მოიყვანს აქ. თქვენ ტაში დაუკარით. დაფიქრდი რას ამბობ? ისევ მე დავფიქრდე? რა უსამართლობაა. არ მესმის, თქვენ ხომ მშობლები ხართ? ალი კემალის საქციელზე თვალს ხუჭავთ და მე მადანაშაულებთ, არა? არ ვიცი თავს როგორ გავართმევ. ყველაფერ შეძლებ. ყველა მონახეთ რუსულად რა კარგად ლაპარაკობ. გმადლობთ. შეგიძლია ამ წერილის თარგმანი დაიწყო. კარგი. ვინიაპ ჰოლდინგის მმართველ საბჭოს დიდი მადლობა, რომ ნიჟნი ნოვგოროდსა და კემეროვოში 3 გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით თქვენი ინტერესი გამოხატეთ. ხედავ რა კარგად თარგმნე. კარგად ვთარგმნე? ხო. ქალბატონო ნურჰაიათ, ერთი წუთით შემოგბრძანდით. შენი განრიგი შეგიძლია თავად შეადგინო. ქაანის სკოლაში წაყვანას გულისხმობ. სახლის საქმეებს ყველაფერი თავად გადაანაწილე. გისმენთ ბატონო ანურ? ქალბატონ მიჰრიბან სამუშაო ადგილი აჩვენეთ. კარგი ბატონო, მობრძანდით. თქვენი ნებართვით. ხმერთო გთხოვ შემოძლებინე. როდის მივდივართ? დედა შენი მოვიდეს და მერე. დედა ჩემი არ მოვა. მინდა რომ მე და შენ ვნახოთ. ბატონო ბურხან, ვიცი რომ ბრაზობ, მაგრამ ძალიან გულმავიწყი გახდი. რა დამავიწყდა? ქალბატონი მიჰრიბანის სამსახურში აყვანა. მართალი ხარ, მართალი ქალბატონო ნადიდე. სულ დამავიწყდა. რატომ იცინი? ვერ ვიჯერებ. რას? საიდან სად მოვედით? ქორწილამდე სულ ცოტა დარჩა. უკაცრავად. გამარჯობა შაჰრაზად შვილო, როგორ ხარ? გმადლობთ, კარგად, თავად როგორ ხართ? გმადლობა რა მიშავს. ქალბატონი მიჰრიბანის სამსახურთან დაკავშირებით გირეკავ. დიდი მადლობა, მაგრამ არ გეგონოს რომ დამავიწყდა. ქალბატონი მიჰრიბანისთვის სამსახური მაქვს. როცა შეძლებს შეუძლია მუშაობა დაიწყოს. დიდი მადლობა ბატონო ბურხან, მაგრამ ქალბატონი მიჰრიბანი უკვე ბინიაფიში მუშაობს თარჯიმნად. მართლა? როდის დაიწყო? დღეს? ძალიან გამეხარდა. გულოცავ. გმადლობთ. ბატონი ონორი როგორ არის? ჩემ გვერდითაა. კარგად არის. მომიკითხე. ქალბატონმა ნადიდემ მოგითხვა გადმოგცათ. ბატონმა ბურხანმა მოგიკითხა. ჩემგანაც მოიკითხე. გმადლობთ. კარგი, აღარ შეგაწუხებ ნახვამდის. გმადლობთ, ნახვამდის შეხვედრამდე. შაჰრაზად მომისვინე. თუ ბატონ ბურჰანს შენ არ დაპატიჟებ, მე თვითონ დავპატიჟებ.
ხედავ? დავიგვიანეთ. არა უშავს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთან დაიწყებდა მუშაობას თუ ბინიეფში? ქალბატონ მიჰრიბანს ძალიან გაუმართლა. მართალია. რა გულისხმიერი კაცი ყოფილა ბატონი ონური. ქალბატონ მიჰრიბანს უპატრონა, ვაჟკაცურად მოიქცა. ბატონო ბურხან, შენი აზრით ქორწილში დაგვპატიჟებენ? ფიქრობ ეს შესაძლებელია ქალბატონო ნადიდე. შაჰრაზადი ყოფილ მამამთილსა და დედამთილს როგორ დაპატიჟებს? ყოველად ვოცნებობა რა. შაჰრაზადი ალბათ ულამაზესი პატარძალი იქნება. მისი ნახვა ძალიან მინდა. თუ დაგვპატიჟებენ, წავალთ და ვნახავთ. რა თქმა უნდა. ნეტა შაჰრაზადის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცეს. თავის დროზე ზურგი ვაქციეთ. ჩვენი ბრალია. კარგი და საჩუქარი არ უნდა გავუკეთოთ შაჰრაზადს? გავუკეთებთ. როგორ არ გავუკეთებთ? ის ხომ შვილად გვეკუთვნის ქალბატონო ნადიდე. ისევ ნერვიულობს, მუშაობა ხომ დაიწყო? დამშვიდეს, რატომ ნერვიულობს? აღელვებულია ონორ. გუშინ ძილის წინ სკოლის მოსწავლეს ავით ჩაალაგა ჩანთა დილით კი 6 საათზე გაიღვიცა. ძალიანაც კარგი. მეტა ყველა თანამშრომელი ესეთი იყოს. სკოლაში წასვლა არ მინდა. უნდა წახვიდე ქან. სკოლაში ბევრ ახალ რამეს ისწავლე. არ მომწონს სკოლა. არ წავაგთხავ. დეიდა, აქ არის ჩემთან ბოდრომში როგორ გავუშვებდი? კარგ ხასიათზეა. ძალიან. შაჰრაზადს ელაპარაკები? მომიკითხე და აკოცე ჩემგან. მეუბნება ჩემგან აკოცეო. გმადლობ. შენც აკოცე ჩემგან. უკვე ვაკოცე. ამ დილაუთენია ვინ მოვიდა? მიჰრიბანს გადაეცი აღარ ინერვიულოს. აზრი არა აქვს ონორ. რამდენჯერ ვუთხარი, მაგრამ ეშინია რამე არ შეეშალოს. საქმეს შესანიშნავად გაართმევს თავს. ქალბატონო ფერიდე, დილამშვიდობის საფირდევს. გამარჯობა. ქალბატონი ბეთული აქ არის? ზემოთ არის. ბატონი ონური ჯერ არ წასულა სამსახურში. ამას გამოგართმევთ. იყოს გმადლობ, მე ავიდან. კარგი. სახლი თითქმის მზად არის. არქიტექტორი დღეს პატარ-პატარა პრობლემებს მოაგვარებს. თუ გინდა შევიაროთ. მადლობა ღმერთს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. დიდი ამბები გველის. რა მოხდა? დედა მოვიდა. მართლა? შაჰრაზად უნდა გავთიშო, ჰოლდინგში შევხვდებით. კარგი საყვარელო კოცნი. გემრიელად მიირთვით. გამარჯობა. თქვენ ხომ საუზმეზე არ დამპატიჟეთ, ამიტომ ჩემი ღვეზელებით მოვედი. კარგია, დედა მოდი დაჯექი, ფირდერსტებში მოიტანე. ახლავე. სამსახურში მივდივარ ქან. დედა შენთან ერთად ვმუშაობ. ბაღში თუ არ წახვალ, როგორ მოვიქცე? სამსახურში არ წახვიდე, პარკში გავისეირნოთ. შვილო. რატომ არ გინდა ბაღში წასვლა? არ მინდა. ბაღი არ მიყვარს. ქან მომისმინე. დღესაც წადი. და მე მითხარი რატომ არ გიყვარს? კარგი შვილო. ახლა გვაგვიანდება. უნდა ვიჩქაროთ. მიდი. მიდი საყვარელო. მიდი.
რა მოხდა, ქალბატონო ნადიდე? შაჰრაზადისთვის საჩუქრის საყიდლად მივდივართ. მოწყენილი რატომ ხარ? მოწყენილი არ ვარ. ცოტა დარდი შემომაწვა. ნუ დარდობ. ჩვენი გოგო ძალიან კარგ პატიოსან ადამიანზე თხოვდება. მასზე სანერვიულო აღარ გვექნება. ამაზე მეტი ბედნიერება რა გინდა? მართალი ხარ. იქნებ ქორწილში გინდა წასვლა. არა, რას ამბობ? ჩვენ როგორც საჭიროა ისე მოვიქცევით. კარგია. საჩუქარს რომ ვყიდულობთ. ხო, ბატონო ბურხან. გეთანხმები. მაგრამ ჯობია ფესონმა არ გაიგოს. თორემ კიდევ რამე უსიამოვნება მოხდება. რა სისულელია? იმ თავხედის შიშით უნდა ვიცხოვროთ? ამას აქში ვერავინ მიმითითებს, როგორ უნდა მოვიქცე ქალბატონო ნადიდე. მით უმეტეს ფიუსონი. ახლა გაიღიმე ჩემო ვარდო. ისე რომ შენმა თვალებმაც გამიყიმონ და გამახარონ. კარგი რა ბატონო ბურხან. ისე ცხელია. მირთვით. გმადლობ ფირდევს. გადაიღებე თუ, ეს ვაზელი ხომ გიყვარს? შვილო, შენ სამსახურში ისევ დადიხარ? ქორწილამდე რამდენიმე დღე დარჩა. რა ვქნა დედა, საქმე არ იცდის. კერემს გადააბარე. ბეთულ შენ მაინც უთხარი გთხოვ. სამსახურში წასვლის მაგივრად ქორწილის საქმეები მოაგვაროს. რადგან ეს თემა მე არ მეხება, აღარ მინდა ჩავერიო. შენი საქმე არ არისო, ასე არ მითხარი? ბეთულ გთხოვ. არ მინდოდა შენი წყენინება. შენ ასეთი ხარ ფერიდე. ადამიანს ჯერ აწყენინებ, მერე ამბობ არ მინდოდაო. მართლა არასწორად გამიგე. ყველაფერი სწორად გავიგე. ნუ მაიძულებ შენი ნათქვამი ონურთან გავიმეორო. დედა, საჭირო არ არის. ფიქრობ ბოდიში უნდა მოგვიხადო. თქვენ? დედა ჩემს. იმიტომ რომ აწყენინე. მე კი იმიტომ რომ შაჰრაზადე ვითომ მიიღე. სინამდვილეში კი თვალთ მაქცობდი. ასე არ ყოფილა შვილო, საიდან მოიტანეთ? კარგი. გთხოვთ მაპატიეთ. მაგრამ ორივე მარასწორად გამიგეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენი ბრალია. შენ ყოველთვის მართალი ხარ ფერიდე. მაგრამ შენი შვილის ხათრით აღარ გავაგრძელებ. მალე მის ყველაზე ბედნიერ დღეს ვიზეირმებთ. ხომ ასეა ონორ? ესეც ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩვენ მაინც ალმასით ან ბრილიანტით გვინდა. ალმასით, მახლავე. ალმასით ალბათ უფრო ძვირი იქნება. დიახ, ალმასი ყველაზე ზურფასი ქვაა. მას მნიშვნელობა არ აქვს, ბატონო. ალმასის თვლიანი გვინდა. ბაჩვენებთ? რა თქმა უნდა, ახლავე. ფულის გულუხვად ხარჯვა დაიწყე ბატონო ბურხან. ჩვენი შაჰრაზადისთვის არ მენანება. ყველასთვის ასე არის ხარჯები. ვიცი. რა თქმა უნდა. მხოლოდ მათთვის, ვინც იმსახურებს. შენთვის და შაჰრაზადისთვის. როგორ მინდა ეს შაჰრაზადის ყელზე ვნახო. იმედი ერთხელ ჩვენთვის გაიკეთებს და გვაჩვენებს. ხო, მაგრამ ქორწილში მინდა ვნახო. მოსაწვევები ფოსტით გამოგზავნა? არა, კურიერმა მოიტანა. მერე ტელეფონით დარეკა და მე და ონორს ძალიან გაგვახარებთ თუ მოხვალთო ასე გითხრა. მაშინ ვეუთხარი არ მოვალთო. რას ამბობ, მაშინ ამის თქმა როგორ შეიძლება? სხვა რამეზე გადავატანინე ყურადღება. ონური მოვიკითხე. მერე კი ვუთხარი. ქორწილში ჩვენი მოსვლა მიზანშეწონილი არ იქნება მეთქი, მაგრამ მაინც დაიჟინა. ძალიან თავაზიანი გოგოა.
თუ გნებავ ჯერ ეს ნახეთ. ჩვენი საუკეთესო სამგაულია. ბატონო ბურჰან, შეხედე რა ლამაზია. საოცრება. ამბობენ რომ სახლში უკვე ყველაფერი მზად არის, არა? რა თქმა უნდა. ასე უცებ, ოჩახ. ყველაფერი მოვაგორებდი და მხოლოდ ქორწილის დღეს ველოდები. ნახვა თუ გინდა და შენს გაჩვენებდი. ძალიან მინდა. ყველა ერთად წავიდეთ, რა სიტყვები თუ? შაჰრაზადის სახლს რას უპირებო ნურ? ალბათ ეგეც მოაგვარეთ. ვაგორებ დეიდა. შაჰრაზადმა უკვე შეარჩია ახალი ავეჯი. თაფლობის რომ გვექნება იმ პერიოდში სახლში გადაიტანენ. ქალბატონ მიხრიბანზე რა მოიფიქრე? ამ თემაზე თუ ელაპარაკეთ? რა თქმა უნდა, ქალბატონი მიჰრიბანი ჩვენთან ერთად იცხოვრებს. მართალია. რასულელური კითხვა დავსვე. რა თქმა უნდა, კანის ძიძაა. ქალბატონი მიჰრიბანი კანის ძიძა არ არის. ის მეორე დედაა, რომელმაც ბავშვი ცოცხლი დაუბრუნა. მე მოგვიანდება წავალ. წარმატებულ დღეს გისურვებ. მადლობ დეიდა. ნახვამდის თავს გაუფრთხილდი. როგორ თუ ბინიაფიდან მიდიხარ, კერემ? ასეთი სისულელე ჯერ არ მსმენია. მამა შენის დაფუძნებული ჰოლდინგიდან როგორ მიდიხარ? ჩვეულებრივად. ძალიან ადვილია. ერთი ხელმოწერა უნდა. შვილო, დაუფიქრებლად იქცევი. თან მიზეზი არ გაქვს. საკმარისია დედა. გითხარი მივდივარ მეთქი. ჰოლდინგს ვის უტოვებ? ბურაკს და ურეკემანი მუშაობს. შეიძლება კითხო ისევ ბურაკზე რატომ საუბრობთ? გეყოფა დედა. შენც ხომ ეს გინდა? სიცულელეს ნოამბობ. ურაკი ჩამოვა და ჩემ მაგივრად იმუშავებს. მე კი წავალ. კერემ დაივიწყე ეს სისულელე. გონს მოდი ჰოლდინგიდან ვერ წახვალ. კიდევ ვერ ხვდები დედა. ვეღარ ვუძლებ. აღარ შემიძლია, გესმის აღარ. მართლა სისულელეს ლაპარაკობ. ცუდად ხარ? ო დედა. ძალიან ცუდად ვარ. მალე მოვკვდები დედა. ონურის და შაჰრაზადის სიყვარულის ხურება აღარ შემიძლია. კუიდან შეიშალე, კერემ? რა გემართება, შვილო? არ მითხრა რომ რამე სისულელის გაკეთებას აპირებ. იმიტომ მივდივარ რომ რამე სისულელი არ გავაკეთო დედა. ხო გამიგე. ხო. ვეცადე მათ სიყვარულს შევგუებოდი. ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ შაჰრაზადმა მე კი არა, ონური აირჩია. შაჰრაზადმა ონური აირჩია. გესმის, მან ონური აირჩია, ონური. შაჰრაზადმა ონური აირჩია, ონური. მე არა. კერემ, არ გამომივიდა დედა. არ გამომივიდა. შაჰრაზადისა და ონურის დაქორწინებას ვეღარ გავუძლებ. კერემ, ძალიან მეშინია. ძალიან მეშინია, შვილო. შენი აზრით ძალიან ფიცხი ვარ, ბეთულ. ფიცხი? ყველას გულს ვტკენ. მაგრამ მე ვნანობ. აი შენს გაწყენინე. სისულელე გითხარ. შენ რომ ჩამოხვედი ასეთი რამ, იმიტომ მოხდა მეთქი. მაპატი. მე ძალიან მიხარია რომ ჩამოხვედი. ვიცი რომ შეგნებულად არ გითქვამს. თავს ვერ იკავებ. ბავშვობიდან ასეთი ხარ. გაბრაზებული ყველას გულს ტკენდი, ფერიდე.
რატომ? არ ვიცი. ასეთი ხასიათი გაქვს. ჩემო ძვირფასო. შველა, არ ვიცი რა გითხრა. ქორწილშიც არ მოვა. რა? მაგრამ არავის უთხრა. ონურმა არ უნდა გაიგოს. არ მინდა ქორწილამდე რამეზე ინერვიულოს. რას ამბობ, გერემ? საუკეთესო მეგობრის ქორწილში თუ არ მიხვალ, ხალხი რას იტყვის? რას იფიქრებს? კარგი რა დედა. გეუბნები ძალიან უბედური ვარ მეთქე, შენ კი იმაზე დარდობ ხალხი რას იტყვის. ბენუ? ბენუზე რას ფიქრობ? ონური რომ მიყურებს, ვიცი რასაც ფიქრობს. რას ფიქრობს? ალბათ ნატრობს რომ შენ იყო მისი დედა. ჩემზე მეტად უყვარხარ. რას ამბობ, ფერიდე? ეს როგორი ფიქრე? არ გეგონოს რომ ამასგან ვიცდი. მიხარია ჩემზე მეტად რომ უყვარხარ. ფერიდე, ხომ არ გაგიჟდი? ჩემ შვილს ნეჯათს ჩემზე მეტად შენ რომ უყვარდე, თავ ბედს ვაწყევლინებდი. ვის? მე თუ ნეჯათს? რა თქმა უნდა ნეჯათს, შენ რა შუაში ხარ? ნეჯათს შენზე მეტად მე რომ ვუყვარდე, რას გააკეთებდი? რას გავაკეთებდი? ფეხ ქვეშ გავეგებოდი რომ შენ კი არა მეყვარებოდი. დეიდა, დედის ადგილს როგორ დაიკავებს? დედა სულ სხვა. არ მინდა ონურს გული ვატკინო, ბეთულ, მაგრამ რატომღაც სხვანაირად არ გამომდის. ჩემ შვილს ვძულ ვარ. ონურმა იცის რა ძლიერ გიყვარს. ნუ დარდობ. მაგრამ სიყვარული უნდა დაანახო, ფერიდე. უარძლიანი ნუ იქნები. ვიცი ასეთი ხასიათი რატომ გაქვს. მამამ ბავშვობაში ძალიან გაგანებივრა. კარგი რა. დამშვიდდი. ყველაფერი რიგზია კაბატურ ჯანსენ, სანერვიულო არაფერია. რამე ხომ არ გაწუხებთ? არა, ქიმო. გულის რევამაც გამიარა. კარგია. ოღონდ სულ მოძრაობს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. რადგან ასეთი მოუსწონარია, ძალიან აქტიური ბიჭი გაყოლებათ. ბიჭია? დიახ, ბიჭია. ჯერ არ მithქვამს? ჩვენც არ გვიკითხავს. იქნება არ გინდათ რომ გაგეგოთ. მეგონა ითხარით. არა უშავს, იმედია მართლა ბიჭია. თავარია ჯამთელი იყოს. სქეს რა მნიშვნელობა აქვს? ეთანხმებით. როგორ გიხდება, ჩემო პატარავ? ანგელოს გავხარ. მეც მეხდება, დედა. შენც ანგელოზი ვითხარ, ძვირფასო. ორივე დედოფლები ვითხართ. დედა, მორჩამ. გაჩერდი, ჯერ არ დამიმთავრებია. ზამთი ბებიასთან მივიდეთ. ჯერმე. გოგოებო, ქორწილამდე ვაჩუქოთ. ნახოთ. ახლა ალბათ ბევრი საქმე აქვს. ნუ შევაწუხებთ. დრო რომ ექნება, მე ვაჩუქოთ. ბებია მიხდება? ბუკეთ, ძალიან. ბურჯუ, ხომ გითხარით კარზე დაუკაკუნებლად? ბებია, ეს სულ ქვემოთ იწევს. ბაბა, გვიხდება? ძალიან ლამაზი ვიხართ. ამ წარმოდგენისთვის როგორ აგვარჩიეს, იცი? ყველას მძინარე მზეთუნახავის როლის თამაში უნდოდა. ჩვენმა ერთმა კლასელმა სითარი დაიჟინა, მძინარე მზეთუნახავს მე ვითამაშებო.
მაგრამ არ გამოუვიდა. მერე მასწავლებელმა მძინარე მზეთ უნახავის როლის შემსრულებლისთვის კონკურსი მოაწყო. ვებია. ასეა. მერე მასწავლებელმა გამოაცხადა, რომ ერთ წარმოდგენაში მე ვითამაშებ, მეორეში კი ბურჯო. მოდი. რა სიტყვე მამა? მოგწონთ თქვენი შვილიშვილები? ძალიან. ეს კაბები ორივე ძალიან უხდება. ჩემი გოგოები. ჩემო ლამაზო. ქერემ რა სისულელეს ამბობ? ასე როგორ შეიძლება? ნების ყოფა არ გაგაჩნია ქერემ. გონი ჯობია ექიმთან წახვიდე ძმაო. ყველაფერს როგორ მიატოვებ? საქმეს, ოჯახს, ბენუს. ბენუს წინაშე პასუხისმგებლობა გაკისრია. რა პასუხისმგებლობა? ბენუს უკვე უთხარი? არ მithქვამს. ბეთყვი. რა სიტყვი რომ დრო ამოიწურა და უნდა მიატოვო? ქორწილის მერე გადავწყვეტ. ბენუ ძალიან ცოდოა ქერემ. ვიცი მე ერთ, თავი დამანებე. მეც ვიცი რომ ბენუს ცუდად ვექცევი. მაშინ დაივიწყე რასაც ფიქრობ. გამარჯობა ძვირფასო. გამარჯობა. როგორ ხარ მერტ? ძველებურად, ყველაფერი რიგზეა. კერებისგან მოვდივარ. წარმოგიდგენიათ, ჩემი კაბა მზად არ არის ქერემ. ქორწილამდე კი რაღა დარჩა. ერთი კაბისთვის ამდენი ნერვიულობა რა საჭიროა ბენო? თითქოს შენი ქორწილია. ვერ გავიგე. მოასწრებენ ბენო, სანერვიულო არაფერია. ცხოვრებაში იმდენი პრობლემაა, შენ კი კაბაზე ღელავ? ქერემ რა დაგემართა? ასე რატომ იქცევი? ისევ დაიჯერა. ყოველ ჯერზე ასე ხდება. ვიხუმრე. ბენო ვიხუმრე. მართლა ვერ ასწრებენ შეკერვას. სულ ასე ხდება ბენო. ბოლოს მაინც მოასწრებენ, ნუ ღელა. არქშია. გინდა ერთად ვისადილოთ. გუნი გაინძრა. აქტიური ბიჭია. მამამის და ემსგავსა. რა დავარქვათ ალიქემა? მოიფიქრე? მოიფიქრე. ჯანსელ. მინდა რომ ჩვენ შვილს აჰმეთი დავარქვათ. თუ შენს თანახმა იქნები. კარგი, ლამაზი სახელია. ამ სახელს რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შენთვის? ო, აჰმეთი ჩემს ძმას ერქვა, რომელიც ვერ დავაფასა. ჯანსელ, აჰმეთს გული ძალიან ვატკინა, მის ცოლსაც. ასე მგონია, ჩემ შვილს მის სახელს თუ დავარქმევ, აპატიებს. ჩემო ძვირფასო, აჰმეთ. აჰმეთ? ევლია ოღლო. ხილი მოგიტანე. არაფერი არ მინდა ქალბატონო ნადიდე. უნდა ჭამო ბატონო ბურხან. შენთვის საჭიროა. ეს აღარ მადარდების. დედა, ქორწილში მიდიხართ? არა შვილო, როგორ წავალთ? არ იქნება ლამაზი. თუ ასეა სამკაული რატომ უყიდეთ? საჩუქარია ძვირფასო. ჩემ გამო ასე არ დახარჯულ ხართ. ერთი სამაჯური, ხელსაბამი, საყურე და ბეჭედი. მაგრამ ალმასის თვალე არც ერთს არ ქონია. მაშინ ყველაზე კარგი ეგ იყო ფიუსუნ. თან ახლა ამაზე ლაპარაკი რა საჭიროა? საოცარია. თქვენი ვაჟის ცოლი მე ვარ, მაგრამ ალმასებიანი სამკაული სხვის რძალს უყიდეთ. ეს ნორმალურია, დედა? ფიუსუნ გაჩუმდი რა. ყველად ლაპარაკობ. თქვენმა შვილმა ჩვარივით მიმაგდო. თქვენ კი ეს არ გაწუხებთ. მალე ალიქემალის საყვარელსაც უყიდით სამკაულებს.
ომის მიერძალო. ტყუილს ვამბობ? ალი ქემალი კახბასთან ცხოვრობს. თქვენ კი ხმას არ იღებთ. მალე აქაც გვესტუმრება. ყოჩახ თქვენ. ეყობა საკმარისია. სახლში ყველა სიმშვიდე დაგვაკარგვინე. ან ადამიანურ ცხოვრება ისწავლე, ან კაისერიში დაბრუნდი. საკმარისია. სამი ტერილია. ერთ-ერთში წერენ, რომ ალმა-ატის სამშენებლო კომპანია ბინიაფისგან შეთავაზებას ელოდება. ვერ გავიგე რა შეთავაზებას. ალმა-ატაში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით. მაგრამ პასუხი არ მეუღიათ. ბატონი ქერემისთვის ორჯერ გაუგზავნიათ წერილი. მერე? ტენდერში მონაწილეობას ვერ მეიღებთ. სხვა კომპანიასთან გააფორმე შეთანხმება. აქ ბატონი ქერემისთვის გამოგზავნილი წერილიც არის. აი, ინგლისური ვერსიაა. მადლობ, ქალბატონო მიხრიბან. მადლობ. ქერემ, ალმატის სამშენებლო კომპანია შენთან უნდა დაკავშირებოდი? ო, რა მოხდა? შენ პასუხს რამდენი თველოდნენ? დამოვიწყდა. დღეს დავრეკავ. უგეგვიანია. სხვა კომპანია იპოვეს. ამ ყაზახებს ხომ ვერ ენდობი. ყაზახები არაფერ შუაშია, ქერემ. ჩვენი ბრალია. შენთვის რამდენჯერმე მოუწერიათ. თალკე რუსულად, თალკე ინგლისურად. რატომ არ უპასუხე? ონურ, გეთქვა რომ არ გააკეთებდი და მე მივხედავდი. ონურ, ამ საქმის აღება მაინც არ გვინდოდა. ხომ ასეა? მაშინ თავიდანვე უარი უნდა გეთქვა. რა საკეთებ? არაფერს. რა საკეთებ? არაფერს, ონურ, არაფერს. ქერემ, რა დაგემართა? თაფლობის დრო რომ ექნება, შეზე უნდა ვიდარდო? სულ უნდა გამოწმო, რომ რამე არ დაგავიწყდეს. ალბათ უკვე აქ არის. ხო, მოსული იქნება. აქ არის. უკაცრავად შეიძლება დავჭდე? როგორ გაბედა ჩემთან მოსვლა? არ გიყო რაც გააკეთე. კარგი რა. მეგობრებს ასე რატომ ეკცევი? მეგობრებს? სერიოზულად? თქვენ ერთ მეგობრებს მირჩევნია მტრები მყავდეს. ვიცი, ჩემზე გაბრაზებული ხარ. მაგრამ ახალი სამსახური გიშოვე. შეხვედრა დღეისთვის დაგინიშნე. ფინანსური განყოფილების კოორდინატორი იქნები. კომპანია ალთინ კაიაკის დაუკავშირდით. ზეინებმა იწვალა. დღეს 4 საათზე გელოდებიან. არ მჯერა. მინიცის კიდევ რა ჩაიფიქრე. გთხოვ. ძალიან წუხარ. რომ ცოდნო და ასე მოხდებოდა. ამას ხომ არ გავაკეთებდი. მართალია ძალიან განიცადა. ამ სამსახურისთვის ბევრი იწვალა, დამიჯერე. გელოდებიან მეთქი, არ გესმის? ახალი სამსახური გექნება. თან ესენი ბინიაფის მმართველებივი ძუნწები არ არიან, მანქანასაც მოგცემენ. სერიოზულად ამბობთ? რა თქმა უნდა. შენის თანა ადამიანს სამსახურის გარეშე მინდა ტოვებდა. ხომ ასეა? ხო. აბა ჩამოსრიალდი?
ჩვენთან ერთად ვერ ითამაშებ. რას აკეთებ? მეგობრები ხართ. ერთად ითამაშეთ. მაგრამ კანი კარგად ვერ თამაშობს. კარგად ითამაშებს. მიდით ბავშვებო. ხელი მკრა. არა, კანი, შენი მეგობარია. ალბათ შემთხვევით მოუვიდა. ფრთხილად არ ჩამოვარდეთ. ეხა ჩემი ჯერია. მოდი. Son hali bakar. პროექტის სამინისტროში გადაგზავნეთ. დიახ, თანხმობას ველოდებით. პასუხს ერთ თვეში გავიგებთ. Ona hemen lansman. მაშინ მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყოთ. დაახლოებით როდის დავიწყოთ ბატონო ანორ? Balayına. დაფლობის თვითონ დაბრუნების შემდეგ დავიწყოთ. კარგი? როდის დაბრუნდებით? Kesin bir ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ herhalde. ალბათ აგვისტოს ბოლოს ჩამოვალთ. რამდენი ხანი დარჩებით? Tabii. ო, გამარჯობა მეგობრებო. გამარჯობა ზაფერ. Vermedim. დრო გაქვთ? Yok yok. ო, მნიშვნელოვანი არაფერია, მოდი. Merhaba. გამარჯობა. Merhaba. გამარჯობა. 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 ხევას გაუძლებს. თუ საუკეთესო გენებავთ, ამ მოდელს გირჩევთ. Sanzlieni გარანტია აქვს. გარდა ამისა, განმუხტვაც არ ხდება. გარანტიას მოძლევთ? როგორც მახსოვს, თქვენი აკუმულატორიც კარგია, ოკეანეში აპირებთ გასვლას. სავარაუდოდ გავალ. როგორც ჩანს, დიდი გემი გაქვთ. დიახ. შეიძლება მსოფლიო ტური მოვაწყო. ალბათ ბატონი ონურის ქორწილის შემდეგ წახვალთ. როგორც კი მზად ვიქნები, მაშინ ვევაპირებ წასვლას. ბატონი ონური რას ამბობს? ჯერ არ იცის. გაიქეცი. მიდი. ნელა? მოდი აქ. სააგენტოდან უნდა მოვიდნენ პრეზენტაციისთვის. თუ გნებავთ, აქ გამოგზავნი. Yok hiç არა, რა საჭიროა? თქვენთან მოვიდნენ. bizden. ბინიაფიდან მელექი დაესწრება. მაგრამ მე სხვა საქმე მაქვს. აკუსტიკური მასალის ფასები მოგვაწოდეს. გინდა ნახო? Tabii tabii. რა თქმა უნდა. მაშინ ჩვენ წავალთ. Hadi Melek. წამოდი მელექ. ნახვამდის ზაფერ. Geç Melek. დაჯექი მელექ. ჩემი აზრით ნორმალურია. ესე იგი დაურეკო? Görüş. დაურეკე. კარგი. Kerem nerede? კერემი სად არის ბენო? Saatler. რამდენიმე საათი არ ჩანს. არ ვიცი, მითხრა ცოტა ხანს ჰაერზე გავივლიო. ჩემზეა გაბრაზებული. რა მოხდა? ალმატის პროექტის დაკარგვის გამო ვეჭხობე. Diye. Biraz sinirler. ალბათ ამიტომ. არა მგონია. გადაიღალა. ალო, დიახ, ქალბატონო სიბილ. არა, ჩვენ არ წამოგვიყვანია. როგორ? ქალბატონო სიბილ, რას ამბობთ? რას ნიშნავს კაანის სკოლაში არ არის? Trafik. მიკვირს რომ საცოვე არ არის. Toplantı თათბირი ხუთზეა. bir yerlerde. მოდისად მეყავა დავლიოთ. რო ბევრი გვაქვს. ჯობია ოფისში წავიდეთ. Ama çok ძალიან ადრეა. ajanstakiler ჯერ არავინ იქნება მოსული. onları mı იქ bekliyor? რატომ ველოდოთ? Bak ნახე, რა კარგი ამინდია.
არა. ონურშვილი მაპოვნინე გთხოვ. კარგი შაჰრაზად დამშვიდი. შაჰრაზად გთხოვ დამშვიდი. ვერ დამშვიდები ბენუ. ქალბატონო ნურჰაიათ პოლიციაში ეთყობინეთ, ჩვენ სკოლაში მივდივართ. ახლავე. წამოდი. Yürü hadi. წამოდი. რა მოხდა? ქანი დაიკარგა ბაღიდან დარეკეს. დასაძინებლად უნდა წააყვანა და ვერ იპოვეს. რა სამბობ? ბატონო ზაფერ, მელეკ გთხოვ, ვიცი რასაც მეტყვი. რომ არასწორად ვიქცევით, რომ ეს სიყვარული ყველაფერს თავდაღირა დააყენებს. მართალია თქვენ ციცით რომ ასეა. ვიცი, მაგრამ თანახმავარ. ამას ნუ ამბობთ, თქვენ ცოლი და ორი ქალიშვილი ყავთ. ამის გამო ჩემთვის ცხოვრება მთავრდება, რადგან დაოჯახებული ვარ, უფლება არ მაქვს მიყვარდე. გთხოვთ. მელეკ, არ გესმის რომ უშენო ცხოვრება არ შემიძლია. გამუდმებით შენზე ვფიქრობ. მელეკ, ჩემ მიმართ არაფერს გრძნობ. ნუ და საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე. ასე რომ იყოს ამ თემაზე არ ვილაპარაკებდით. აბა რა ხდება? ადამიანს ყოველდღე ხუმარ უყვარდება. ეს იშვიათად ხდება. სიყვარულზე უარი რატომ ვთქვათ? შედეგი მტკივნეული იქნება. მე თანახმავარ. ბევრი შეცდომა დაუშვა ბატონო ზაფერ. აღარ მინდა შეცდომა გავიმეორო. მე შეცდომა არ დამიშვია. მაგრამ მოდი ახლა ერთად დავუშვათ ეს შეცდომა. აი ესე იქნება, თქვენ წელს სულ მოატყუებთ. ტელეფონს არ უპასუხებთ. ამას მე მოვაგორებ. ონური რეკავს. ალო? ისმენ ონურ. როგორ თუ გაქრა? ახლავე წამოვალ. ბოლოს რომ ვნახე მეგობრებთან ერთად თამაშობდა ბაღში, მე აღარ მინახავს. ეს როგორ დაუშვით ქალბატონო, როგორ? ეს რა ბაღია? ბავშვი როგორ დაიკარგა? ამ ბაღს ერთად დავახურინებ. გთხოვთ ბატონო ნურ დაწყნარდით, ძალიან წუხართ. აღმერთო იმედია, კარგად არის. თქვენი აკმაყოფილება აღარ არის საჭირო ბატონო. პოლიცია მოგე დაიწყდებნა. მომისმინეთ. ბავშვი გაიტაცეს. შეგიძლიათ ამიხსნათ ეს როგორ მოხდა? გადაცემა ერთ-ერთი ვერსიაა, შეიძლება თვითონ გაიქცა. ხანდახან ბავშვები ასე იქცევენ ხოლმე. თქვენი შვილის ფოტო ყველა განყოფილებას გადავეცით. ბავშვს ეძებენ. თქვენი ტელეფონების მოსმენას დავიწყეთ. თუ გნებავთ ოფისში დაბრუნდით. დაცვას მოგამაგრებთ. როგორც კი რამე შევიტყობთ, გაგაგებინებთ. გთხოვთ, ჩემი შვილი იპოვეთ. დამშვიდი შაჰრაზად, დამშვიდი. ვიპოვით. საჭმელი არ მოგეწონა ქალბატონო ნადიდე. არა, გემრიელია. აბა რა მოხდა? რაზე ფიქრობ? ალი ქემალი მომენატრა. როდის ვნახავ? თუ მოგენატრა დაურეკე. მიდი, დაურეკე. შვილო, დედა, ალი ქემალ. დედა როგორ ხარ? ბავშვები კარგად არიან? კარგად. შენი ხმის გაგონება მინდოდა შვილო. ძალიან მომენატრე. მეც მომენატრე. შენ როგორ ხარ? კარგად დედა, ძალიან კარგად. დედა, ალბათ უკვე იცი. მამა გეტყოდა. რა? ბავშვის შესახებ? მეც. ჯანმრთელი შვილი ყოლოდეთ შვილო. სქესი უკვე გავიგეთ დედა. სქესი? ო, ბიჭი, აჰმედს დავარქმევთ. აჰმედ ევლია ოღლო. რა მოხდა? ბავშვს აჰმედს არქმევენ. აჰმედ ევლია ოღლო დაიბადება. შაჰრაზად,
ცოტა დაწყნარდი. გთხოვ. ყველაფერი კარგად იქნება. ცოძი არ ფიქრო. ონურ. ბავშვი იბავეთ? და შახრაზად. შეიძლება ისევ ჯერილ ქარაბაშის გაკეთებული იყოს. ჯერილ ქარაბაშზე გაქვთ ეჭვი? შეიძლება. ის მაფიოზია და ბინიაფის ემტერება. ჯერ ქალბატონ შეჰრაზადს ესროლეს, შემდეგ ანკარაში ჩვენს მუშებს დაესხნენ თავს. ბოლოს თითქოს ესარკმარო და ონურს ესროლეს. ონური მოგიყვებათ. სტატია ჩვენს ქორწილზე. შეიძლება გამოსასყიდის გამო გაიტაცეს. გამოსასყიდის? რამეს ხომ არ დალებთ ბატონო ონურ? ეხლა მაგის დროა ქალბატონ ონურ ჰაიათ. ხილა ჩვილო. გზაზე გადასვლა ასე როგორ შეიძლება? შენი მშობლები სად არიან? სახლში მივდივარ. სახლში მიდიხარ? ოჩახ. წამოდი, სახლში მე ზაგიყვან. არ წამავალ. მაგრამ აქ მანქანა დაგეჯახება შვილო. ღმერთმა დაგიფაროს. წამოდი. გავგიჟდები. ამ არამზადებმა ბავშვი როგორ გაიტაცეს? ონურ. დამშვიდი გთხოვ. როგორ დამშვიდე ზაფერ? მათთვის ჩემთან აქვს საქმე? მე მელაპარაკონ. ჩემი შვილისგან რა უნდათ? მოიცადე ონურ. იქნებ ყველაფერი სხვაგვარად არის. აი ეს ჭამეშვილო. შეერი იქნები. მერე კი სახლში წავიდეთ. მინდა დედა წაურეკო. მისი ნომერი ვიცი. რა ჭკვიანი ბავშვი ხარ, ოჩახ? ოჩახ შვილო. გერჭამე და მერე დავრეკოთ. დედას უნდა დაურეკო. დაურეკავთ, მაგრამ ახლა ანგარიშზე არ მაქვს. ეს შეჭამე. მერე სახლში წავიდეთ და იქიდან დაურეკოთ. არ მინდა. დედას უნდა დაურეკო. მაშინ სახლში წავიდეთ და დაურეკოთ. მერე მოვიდეს და წაგიყვანოს. ჩქარა, უნდა წავიდეთ. ელი გამიშვით, შენთან არ წამოვალ. ჩქარა, დროზე. დაკარგული ბავშვის ფოტოსურათი გამოგვიგზავნეს. როგორ ფიქრობ, მართლა გაიტაცეს? არა მგონია, ალბათ სკოლიდან გაიპარა, მაგრამ რადგან მამამისი მდიდარია, სკოლა სად არის? იმ ხარეს. საჭმელი უკვე მზად იქნება, წავალ ვნახავ. დედა შენთან წაგიყვან. დაურეკავ, ხომ გითხარი? წამოდი. ჩემი სახლი აქვეა, ძალიან ახლოს. სანამ დედა მოვა, რამე ვითამაშოთ. კარგი? ელი გამიშვი, დედასთან მინდა. გამიშვი. არ მინდა შენთან წამოსვლა. წამოდი. სად ვიდიხარ? დედასთან მინდა.
მეგობარო, რამე პრობლემაა? რა ხდება? არაფერი ბატონო პოლიციელო. ვისი ბავშვია? ჩემი ძმისშვილია. სათამაშო თქვა და მაღაზიაში მივდივართ. დედასთან მინდა. კარგი შვილო, წავალთ. წავალთ. მოწმობა მაჩვენეთ. რატომ? ეს ის ბავშვია, დავაკავოთ. დამიშვით. დამიშვით. ზამოდი. იარე, დამიშვით. მე არაფერი დამიშავებია, ხელი გამიშვით. რატომ დამიჯინეთ? რამე დავაშავე? გაჯექი. ვერთო ჩემო. ალო. ისმენთ. ბატონო ნორ, დიახ. გილოცავთ. თქვენი შვილი იპოვეთ. მართლა? რა თქმა უნდა ბატონო ნორ. იპოვეს? იპოვეს. სად იყო? სახლთან ახლოს. მე შრუთიეთის გამზირზე ყოფილა. მადლობთ კომისარო, ახლავე წამოვალ და წამოვიყვანთ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.